ნემსი გავუკეთე, ამ საღამოს ეს ეყოფა. ცოტა ხანში დაიძინებს. ბატონო ეზელ, შეტევები უფრო ხშირი გახდა, ავადმყოფობა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ველოდით. თუ რამე პრობლემა შეიქმნება, მაშინვე დამირეკე. დიდი მადლობა. რა კარგია რომ მაგხარ ჩემთან. თუ გინდა, რამე ცხელ დასალევს მოგიმზადებ. აქ და ჯეკი. ვიცი ეს არაფერს ცვლის ეზელ. ბაჰარ, ეს წამიერი სისუსტე იყო. არ ვაპირებ ვინმე ცუდ გუნებაზე დავაყრენო. ბაჰარ, ცოტა ხანს გაჩვენდი. მე რომ არ მოსულიყავე. სულაც არ ვაპირებდი მოსვლას. რომ არ მოსულიყავე. ო, მაგრამ შენ ხომ მოხვედი? იცი რატომაც, ხომ ასეა? არ ვიცი, ბაჰარ. არ ვიცი. მართლა გითხრა, გმირი მე კი არა. შენ ხარ. ეზელ. ერთ სახლში ორი გმირი ვერ იცხოვრებს. მე გამოვალ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ შევძლებთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, ხომ ასეა ეზელ? ნუ ტირი, სუნთქვას ვაჭერებ. მედა? მე მივდივარ. ო, ძვირფასო მგზავრება, მოემზადეთ გასასვლელად. მაინც სად მივდივართ? ტიბეტში. შენ რას აკეთებ აქ? ეკონომ კლასის ბილეთი მაქვს. მოდი ჩემთან. ბაჰარ, მე ძალიან მეჭირს დაძინება. უკვე წლებია. ნორმალურად არ დავწოლილ ვარ ლოგინში და არ დამიძინე. მოდი ჩემთან. ო, მაგრამ ვერ დავიძინე. არა უშავს. ზევით იყურე. ორი მეგობარი. არჩევანი არ არსებობს. ერთი მოკვდება. ეზელ. იმიტომ რომ მხედსი მოთმინებით ელის იმას, ვინც ჯოქს ჩამორჩა.
შენ მარტო არა ხარ ძმისშვილო. ეზელ შეგიყვარდეს ეს ნიშნავს ბოლო მომენტში გააჩერო ის რაც გარდაუვალია მაგრამ აღსასრული მაინც მოვა თუმცა მიუხედავად ამისა შენ მაინც განაგრძობ სიყვარულს ჯან მამა ეს ნელი ტემპით უკან დაბრუნებას გავს უკუთფულას ნულისკენ ეს უკანასკნელ გამოხედვას გავს ასეთი სიყვარული ციხის ტოლფასია ეზელ აქ რას აკეთებ? ნელი ხადეი და სანახავად ვიყავი შენ ცოტა უცნაურია ეს ეს ბედისწერა შენ ხომ არ გჯეროდა ბედისწერის მე არ მჯეროდა რომ ბედისწერა ადამიანებს ერთმანეთს აშორებს მაგრამ ის რომ მათ შეხვედრას უწყობს ხელს მჯეროდა შეხვედრიდან განშორებამდე რაც ხდება ეს ჩვენს ხელშია თუ ესეც ბედისწერაა არა ყველაფრის ჩვენს ხელში დატოვება არ ღირს აი თურმე რატომ არ პასუხობ ჩემს სატელეფონო ზარებს ხომ იცი როცა მჭირდები ყოველთვის კარგი მარტო დაგტოვებ შენს ბედისწერასთან ეშან არ წახვიდე რა გინდა ჩემგან ეზელ არ მინდა რომ წახვიდე ოღონდ დღეს არა
კარგად ხარ? არა, არ ვარ კარგად. ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე ისენ. მაგრამ შეიძლება ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე. ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ, რადგან იმას, რაც გავაკეთე, ვერავის მოუყვები. მაგრამ მე მგონი ძალიან ცუდი რამ ჩავიდინე. დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. რას ვაკეთებ ისე? რომ ერთვა ამდენ რამის რატომ ვაშავებ? და მე რას ვაკეთებ ეზელ? კიდევ რამდენი ხანი მჭირდება შენს გასაცნობად? რატომ მეჩვენება თითქოს კარგად გიცნობ? რატომ რომ როგორც კი რაღაც ხდება, ჩემთან მოდიხარ და მთხოვ რომ დაგაწყნარო? რატომ ეს ხელები ასეთი ნაცნობი? რატომ რომ შორიდან რომ ხედავ ამ ხელებს, მინდა რომ მოვეხვიო? რატომ ვიტანჯები შენ გამო? გიხვეწები სიმართლე მითხარი. მითხარი ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი არ არის თქო. მითხარი ადვილი არ არის თქო. ნუ თუ ეს ასე ძნელია. ეს ადვილი არ არის. ჩემთვის პირველი შეხვედრისთანავე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ჯერ კიდევ მაშინ ისე. პირველივე დღეს? ო ისე. სულ პირველი დღიდან. მამა მე არ ვარ შენნაირი. მე არ გავხდები შენნაირი. არ გავხდები შენნაირი, გესმის? მე არ ვარ ცუდი ადამიანი. მომშორდი ბოლოზე ბოლოს. თავი დამანებე. თავი დაგვანებე ყველას. თავი დაგვანებე. დაუვალია. მიბრუნდი უკან და ცხოვრებას თვალებში ჩახედე. მიდი წერა გააგრძელე. სად მიდიხარ? კიდევ გვაქვს რამე სალაპარაკო?
რა არ გვაქვს? ჩვენ ხომ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ლაპარაკს. წუხელ გიღალადე. კარგია. აღარ მინდა ამის მოსმენა. მოიცა იცი რატომ გიყვები? წუხელ ცხოვრებაში პირველად გიღალადე. პირველად? პირველად. შენ რომ გული გდგენოდა, სხვა ქალთან დავწექი. მერე? მიაღწია იმას, რაც გინდოდა. ვერა, ვერ მივახცია. ყოველ ღამე რომ გიღალატო, მაინც ვერ მივახცევ. და იცი ვისთან გიღალატე? იმ წითურ ქალთან კაზინოში რომ იყო. გეყოფა. იცი ამიერიდან მეც ისე მოგექცევი როგორც შენ მექცევი. მე ჯერ შენს ნერვებზე თამაში არ დამიწყია. მე და შენ ამას ისე ნელა ვაკეთებდით, როგორც ცრემლები მოდის ხოლმე თვალებიდან. მარა. მეწოდები, მაგრამ იმასთან ეს უსასრულოდ გრძელდებოდა ყველაფრის ჩათვლით, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. საზიზღარი ხარ. საზიზღარი არ ვარ იდიოტო. შეყვარებული ვარ. შეყვარებული. სულელო იდიოტო. საზიზღარი არ ვარ. მე გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო ეიშან. გაიგეს ბოლოს და ბოლოს. შეგიძლია მიყურო როგორც ომერმა. შეგიძლია მითხრა, რომ სულ მდაბლობა ჩავიდინე, ოღონდ იცოდე. შენ გამოგავხდი მოღალატე. თქვი რამე გაბრაზდი ეჭვიანე. გაიღვიცე. Gitmek mi istiyorsun? წასვლა გინდა? Al, git. აიღეს და წადი. Bırakacak mısın yani beni? აი ასე წყნარად დამანებებ თავს. არ დამიწყებ დევნას. Düşmeyeceğim. არ დაგიწყებ. Direğin falan da değil. მე აღარ ვარ შენი დამცველი და დასაყრდენი. წადი. Çek git. წადი. Ama buradan yalnız... მაგრამ მარტო შენ წახვალ. ჯანი ჩემთან დარჩება. შენ კი ადგები და წახვალ. Sen duymadın galiba dediklerimi. შენ რა ვერ გაიგე? Can senin o... ჯანი შენი შვილი არ არის. გავიგე. Da yeni bir şey... ეს ახალი ამბავი არ არის ჩემთვის. Biliyordum ya. ვიცოდი ეიშან. Zaten biliyordum. სხვათა შორის ეს უკვე დიდი ხნის წინ შევიტყვე. O zaman... თუ ასე აბა რატომ? Umurumda değil. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, გაიგე. სულ ერთია. Sen hiç karım olmadın. შენ არ გამოგივიდა ცოლის როლის თამაში, მაგრამ ჯანი. Varsın Ömer'den peyda. მე რა რომ მისი მამა უმერია. Benim o... ის ჩემი შვილია, გაიგე. Benim... ჩემი შვილია. ჯან? ჯან, მოდი აქ. Gitmek mi? წასვლა გინდა? Yapamam mısın? გეგონა ამას ვერ გავაკეთებდი? აიღე. Al. მიდი აიღე. Hadi git. მიდი, წადი. Geldiğin წადი ისე როგორც მოხვედი. yalanını dur. და თან წაიღე შენი სიცრუე. Tek başına. მოშორდი აქედან. Anneciğim, დედიკო, bir yere mi? სადმე მიდიხარ? Evet anneciğim. ო, უპასუხე დედიკო. Gidiyor musun? უპასუხე. ზია გაგაღვიძე. ამაღამ რა დამაძინებს. გინდა რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე ყველაფერზე. ეზელ. აქ საფიქრალი არაფერია, საკმარისი ერთხელ ბრძანება და ეს არის. რა შეგეხება შენ, შორს იყავი ამ ყველაფრისგან. ახლა ჯენგისთან ვიყავი. ერთი კაცი ვნახე იქ, მაგრამ მისი სახელი არ მახსოვს. იქ რაღაც უცნაური ამბები ხდება. ეგ საკმარისი არ არის. თუ გაარკვევ რა ხდება და რას მალავენ, მაშინ შეძლებ თამაშის წესების შეცვლას. იცი იქ რა ხდება?
როდის? აჯობებს თუ არ გეცოდინება ძმისშვილო. ზია თქვი როდის? დილით. Sana geldim. მე შენთან მოვედი.